გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მართლმადიდებლური დღესასწაული არის, უთმოფენობა, მინდა ყველას მოგილოცოთ, უფლის მადლი და ძალა გფარავდეთ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. სრულიად ჩვენ სამშობლოს. თუკი შეგვრჩება მართლმადიდებლობა და სამშობლო ორივე ერთად, საკითხავი არის. და დღეს ახლა ვიფიქრე რომ კვირადღე არის კაცო დავასვენებ ჩემ აუდიტორიასაც და მეც ახლა ყოველ დღე რომ ვიდეო ლაივებით ისაუბროს ადამიანმა, მაგრამ უბრალოდ მეგობარმა ჩამიგდო ერთი ვიდეო, რომელი ვიდეოც ეხება ვითომ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს და ვითომ რომ სამშობლოზე ძალიან წუხან და ვითომ რომ ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ ადეკვატური და რაღაცა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციონერები რო არიან და მაუწყებლობაც კიდე მათი ბერს არ გავაგზელებ პირდაპირ მინდა ვთქვა შემდეგ ამ ვიდეოს დავამონტაჟებ უბრალოდ და უფრო მარტივად გასაგები რო იყოს თობა თვითონაც არიციან როგორც ავლენენ ესა ვაჟბატონი სოსო მანჯავიძე და მეორე ალბათ ყველასთვის ცნობილი არის ეს პიროვნებაც ალხაზ გულაშვილი. მოკლედ რაში არის საქმე ახლა მეუბნებოდნენ გუშინაც რამდენჯერმე მომაწოდეს ვიდეო რომ როგორი სიტუაცია საქართველოში რამდენი არაბები ჩამოდიან აგერ გუშინ წინ ეს იმდენი იყვნენ ერთად შეკრებილი ქუჩა ქონდათ გადაკეტილი ქუჩის გადაკეტვა სხვათაშორის სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება კოცების კანონში მაგრამ არათუ ვინმე მაგათ გადაადგილებას აკონტროლებდა ვინც მაგათი მხრიდან იცავდა ამ გადაადგილებას ქართული საერთოდ არ იცოდა და ინგლისურად ეუბნებოდა ქართველებს კაციეთ მანქანაო კაცო იქეთო ხალხი მიდისოდა გადასვლა აცალეთო ნუ სალოცავად მიდიოდნენ ამოსული არ ვიცი ვინ იყვნენ არაბები იყვნენ არ ვიცი ინდუსები იყვნენ არ ვიცი პაკისტანელები იყვნენ არ ვიცი ავღანელები იყვნენ უამრავი ადამიანი მიდიოდა სალოცავად სადღაც და გადაკეტეს ქუჩა. გააკეთეო ამაზეო ვიდეო პასუხიო, გაეციო, ყველაფერი იცის საქართველოში. ერთი სოფლის ხელა დარჩა, ისედაც პატარა ქვეყანა გვაქვს და რა ხდება ქვეყანაში ახლა ეს თუ არ იცის საქართველმა ადამიანმა გლახად ქონია საქმე რომ საქართველო ქართველებიდან იცლება ამდენი ხანია და უცხოტომელი შემოდის და იხარებს საქართველოში ეს ჯერ კიდე რამდენი ხანია უკვე ეს ყველაფერი ანტიქართული პოლიტიკა 34 წელიწადია მიმდინარეობს და ახელს თვალებს და არ ვიცი არ ჩავთვალე სიმართლე გითხრა საჭიროა რომ კიდე ერთხელ მელაპარაკა ამ თემებთან დაკავშირებით იმიტომ რომ 2017 წელს როდესაც ქართული მასის გაერთიანება იყო და მიგრაციის წინააღმდეგ მიმართული აქციები გქონდა როდესაც მიწის გაყიდვაზე აქციები გქონდა გვეძახდნენ ბნელს რუსეთის აგენტს და 1000 უბედურებას ხო ახლაც მახსოვს თითოეული მათგანის მოწერებული იარლიკი ეს იქნებოდა ნაცი თუ კოცი თავიანთი გამპრავებლებით რა ეს ნაგავი ხალხი რამდენი ცილის წამება და რამდენი სიბინძურის ნიაღურის გადატანა მოგვიწია იმისთვის რომ რაღაცა ოდნავ მაინც ეს ნაკადები შეჩერებულიყო და მიწის გაყიდვა აკრძალულიყო კონსტიტუციის დონეზე, მაგრამ მაშინ ამას ვერავინ ვერ ხედავდა და ახლა მის მერე გასული არის აგერ 8 წელიწადია გასული მის მერე ჩვენ და ჩვენაირები იძულებული გახდენა ზოგი ან მიწაში არის წასული აცხოვნოს ვერთმა ეს ადამიანები ვინც ხმას იღებდნენ ზოგი გაქცეული არის ასე და ზოგი გაწვილებულია საერთოდ ხელი აქვს ჩაქნეული და აი ამ ორ იმას მინდა ერთი რა ვიცი ვითომ განათლებულებს სოფლიო ერთი იზახის რომ ისტორიკოსია, მეორე პოლიტოლოგიის დოქტორია და ასე შემდეგ. ესენი კითხვა იყო დასმული პირდაპირ ეთერში რომ რა იყო ამ ბიზნესამოთლათო ქვეყანაო გადაგვიქციაო არაბების და ამათ ჩამოსასახლებლათო და თუ შეიძლებაო ამასო რა ეშველებაო რა. ნუ დაგღალეთო რა ამ პოპულისტური კითხვებითო ჩვენო კი გაგცემთო პასუხსო კაცო, მაგრამო რა პოპულიზმი არისო, რაებიო აიტეხეთო თქვენო რა პრობლემა არისო, კაცო, რას ხედავთო იმასო, რომ ესეთი საგანგაშო მდგომარეობა არისო და აი მანჯავიძე მეო გაეროს მონაცემები მაქვს საქართველოსიო, რა ხდებაო და შეძრა ტელეფონში ეძია
ნუ ვერ ნახა და მე გამოვაქვეყნებ ხა რა მონაცემები უნდა ნახოს იქ ნორმალური ამ დიდმა პროფესორმა კაცმა. ბიჭო ახლა მინდა მოგმართოთ რა ის თქვენ ვაჟბატონებო. გასაგებია რომ კოცებში როტაცია ხდება და კოც გამპრავებლებს ტრაქში პანჩური ამოარტყეს ნინოია ჟღარკავას თამადობით და ახალ გამპრავებლებს ქირაობენ, რომლებიც ზოგი სათყავდა დასაქმებული ნავთობის და გაზის კორპორაციაში, ზოგი ენერგეტიკის იმ სფეროში, ზოგი ასე და ხდება ახლა ღარიბაშვილის კადრების ჩანაცვლება და ხდება ახალ-ახალი იმგენი საყვანა, მაგრამ არც აქამდე არ იყავით დიდი თავდადებული პატრიოტები, არც ერთი ყველა კარმუშკაში იჯექით და სვამდით და ჭამდით, მაგრამ ბიჭო, ახლა არ მინდა ბიჭო ილანძღო, არ მინდა უბრალოდ რა, მართლა არ მინდა რა. ვერანაირ სხვა შესატყვის სიტყვებს ვერ უპოულობ ამ ხალხის მიმართ რა. ბიჭო, ჩვენ გავაყლევებთ თუ თავს იხლებებთ სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. აი მართლა მინდა გკითხოთ, ბიჭო. აქ სამშობლოს ხო ეხება საქმე, აქ მე ხო არ მეხება, ვიღაცას ხო არ ეხება, რამეს ხო არ ეხება, ასე ხო არ ეხება. მე თქვით რატო ბილს სიტყვაობ? რა შესაბამისი სიტყვა უნდა მოუნახო მე ამათ ნაბოდიანებს. და არის ის ახლა სოსო მანჯავიძემ და არის ის იმან რა ქვია მალხაზ გულაშვილმა ის რომ საქართველოში დემოგრაფიული კოლაფსია და არის ის რომ არაბებით აივსო საქართველო არ მოგბეზდათ ბიზი ამ ბიზნეს უკანალის წმენდა რას გიხდიან ან რას გპირდებიან ამნაირს ბიჭო რომ ყველაფერზე შეგიძლიათ ტრაკი გამოწმინდოთ ხელისუფლებას რას ვერ ხედავთ თქვენ შობელძაღლებო რას ვერ ხედავთ რა არის პოპულიზმი აღწერა ჩატარდაო აღწერა რომ მიმდინარეობდა მაშინ იყო რომ დემურგი ორხელიძემ გავრცელა ის ინფორმაცია რომ შიდა ინფორმაციიდან აღწერა დიდი ხანი აყოვნეს და არ გამოაქვეყნეს მერე გვიან გამოაქვეყნეს როგორ გამოაქვეყნეს ეს ცალკე საკითხავია და თქვა ესეთი რაღაცა რომ საქართველოში დემოგრაფიული კოლაფსია ქართველები დავრჩით 1,300,000-იო 1,300,000 დავრჩითო გამოვიდა მაშინ ეს მანჯავიძე ეს დიდი პატრიოტი დიდი ისტორიკოსი დიდი თავდადებული რა ვიცი ვინაა და რა და როგორ კი ვიცი მაგრამ თავის რეგალიებში ვამბობ და ეს რა პოპულიზმიოა ეხეთო რა 1,300,000 დარჩაო ქართველებიო ტყუილია ეს ინფორმაციაო მაშინაც იმიტომ რომ სუსიდან ამას აქვს დავალება მიღებული და უფრო მეტსაც ვიტყვი რომ ეს ვაჟბატონი ბრძანდება სუსის კაპიტანი ბრძანდება და ეს ასიმართლე გამპრავებელი და ამ სისტემის ერთ-ერთი ისა რა ქვია ვითომ ოპოზიციონერის იმაში არ ვიცი კაპიტანი იყო ახლა შეიძლება პოლკოვნიკომდანაც კი ასული გამოხდა მაშინ დაატეხა ერთი ცივილკივილი რომ რას ქვიაო ამასო რას იგონებთო როგორ გვიგონებთო იმასო რომ ესეთი რაღაცაო იმაშო რა ქვია 1,300,000 ქართველი დავრჩითო ახლა გამოხდა და იძახის რომ ისო გაეროს მონაცემებიო და აღწერის მონაცემები მე ძალიან კარგად გადავათვალიერე და ყველა ნორმალურმა გადაათვალიერა და იმ აღწერაში რომელ აღწერაშიც რო თქვენ გენდოთ ადამიანი თქვენ აღწერას იმ აღწერაში რა წერია იმ აღწერაში წერია ესეთი რაღაცა რომ თურმე საქართველოს მოსახლეობა 10%-ითაა კიდე გაზრდილი წინა წლებთან შედარებით მითითებულია სქესი, მითითებულია ასაკი, მითითებულია ფეხის ზომა, ლიფის ზომა, ტრუსიკის ზომა ხალხის, მაგრამ არა მითითებული ეროვნება. რა ეროვნების ადამიანების ხარჯზე არის გაზრდილი საქართველოს მოსახლეობა. რომელი ეთნიკური ჯგუფის ხალხ იმაზე ახლა პასპორტი შეიძლება კონდეს ადამიანს ქართული, მაგრამ არ იყოს ის ქართველი. და ეს პასპორტი კიდე როდის ქონდეს ეს არის საქართველოში დაბადებული გაზრდილი ვინც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა ყველა საქართველოს შვილი არის და რა თქმა უნდა ისინი იმსახურებენ რომ საქართველოს სრულფასოვანი და ღირსეული მოქალაქეები იყვნენ მაგრამ არ არიან ეს ხალხი გაზრდილია ამ იმპორტირებული მოსახლეობის ხარჯზე ემიგრირებული მოსახლეობის ხარჯზე საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა გამოჟონა ასევე ინფორმაცია იმის შესახებ რომ რაღაც 310,000 ადამიანს აქვს ასევე მიღებული ბინადრობის უფლება ეს ეგრეთ წოდებული ვენჟეებს რო ეძახიან ანუ ცხოვრების და მუშაობის უფლება საქართველოში საერთოდ შრომითი კოდექსი არ რეგულირდება სამუშაო ვიზა არავის სჭირდება სამუშაო კონტრაქტი არავის სჭირდება არაფერი არ სჭირდება შეიძლება უცხოელი ჩამოიყვანოს და დაიწყოს მუშაობა პირდაპირ კაცო არავის არ აინტერესებს ქართველი
და ელემენტარული კითხვა მაქვს ახლა მე აი ამ გამправებლებთან. ბიჭო, ასე რომ უძრებით ტრაქში ამ ბიზნესს და ამ კოცებს, გასაგებია, რომ ხართ ამ პოლიტიკაში და ახლა დაცარიელდა ეს ბიზნეს გამправებლების შტატები და უნდა შეძვრეთ. და უნდა იმასთან, ბევრია თქვენნაირი რა, მაგრამ ამ ეროვნულობას და ქართველობას რატო ირგებთ? რატო ირგებთ? ახლა რითი განსხვავდებით თქვენ გირჩელებიდან, რომლებიც ამბობდნენ პირდაპირ ბიჭო დასაფასებელი მაინცაა, როდესაც ადამიანი ულწრფელია და ღიად ამბობს ყველაფერს, ეს დაფასებას იმსახურებს, რომ ადამიანი ამბობს პირდაპირ, რომ მოღალატეა თუ ვინცაა პირდაპირ ამბობს. ჩემთვისო ბედნიერება იქნება, რომ ქართველი ეთნოსი და ქართული ეთნოსი საქართველოში უმცირესობაში რო დარჩესო. ეს თქვა გირჩების ერთ-ერთმა ემან რა ქვია, კაშკაშა წარმომადგენელმა რაჯანდა სულ მავიწყდება ეს ბაყაყს რო გავს რა, ეს მელოტი რო არის. მეგრელიშვილია, მე მგონი, მეგრელიშვილია. თუ არ მეშლება. ხო, ეს იქნებაო. და იმან პირდაპირ მაინც თქვა და თქვენ გამოდიხართ ბიჭო აქ, დაიცალა საქართველო. ყოველ დღე გადახედეთ რეისებს, გამორბის, გამოყავს ზოგი შიმშილის გაჭირვების გამო, ზოგი სამედიცინო ემიგრაციის გამო, ზოგი 1000 სხვა უბედურებების გამო გამორბიან საქართველოსთან, სამშობლო იცლება, სამშობლოში უკვე ყრუს ცოლი რომ მოუკვდებაო, ვერ გავაგებიეთ, ცოლი მოუკვდაო და გვერდში რო არ დაუწובה, იმას მაინც ხომ მიხვდებაო, რომ დარიყავსო ცოლიო. ხედავს მთელი საქართველო, ხედავს უყველა, რომ უცხო ოტომელები ისე მომრავლდნენ უკვე საქართველოში და არა მარტო თბილისში, რაიონებშიც და სოფლებშიც. რომ ან დაცარიელებულ ქართულ სოფლებში უკვე დაიწყეს ამათმა ჩასახლება და დასახლება. და ეს კიდე არაფერი არა 6 მილიარდიანი ინვესტიცია შემოდის საქართველოში და იმ 6 მილიარდიან ინვესტიციას მინიმუმ 600.000 არაბი შემოყვება. და თქვენ გამოსული ხართ აქ სამშობლოზე ვითომ ბედით შეწუხებული ადამიანები და იძახით იმას, რომ ესო რა ქვიაო. ესო თურმეო მოგონილეო, რა არის მოგონილი? რა არის მოგონილი ბიჭო? ძაღლმა მიგიფსათ მაგ ხარისხებზე და ძაღლმა მიგიფსათ მაგ დიპლომებზე თქვენ ხართ ბიჭო ყველაზე საშიში კასტა. ყველაზე საშიში კასტა არის ეროვნულობას ამოფარებული ეს გამправებელი ადამიანები. არ ცხენიათ? არა სირცხვილი სადა გაქვთ ახლა მაგას რო დღეს ადამიანი იტყვის. კი ბატონო, მეგრელიშვილი ჩამოყალიბებული ფალოსი როა არ უარყოფ მე მაგას. არ უარყოფ მე მაგას, რომ ეგეთია, მაგრამ ის ამბობს კი მაინც როგორია. ის არ იძახის, რომ გაუმარჯოს მამულს ენას და სარწმუნოებასო და გადაშენების პირას მყოფ ერს, რომ უცხოტომელები შემოუსიენ და ჩაუსახლენ ქვეყანაში, ეგ რა ქვია, იმას არ იძახის, რომ ამას ვერ ვხედაო, პირიქითო ბედნიერებაო და ესენი იძახიან პირიქით, თურმე უცხოტომელი რო სახდება საქართველოში, ეს თურმე ნორმალურია. აი ასეთმა ნაბოზრებმა წაბილწეს გაათახსირეს ეროვნული ფლანგის მიმართულება ადამიანების ჯანსაღი პროტესტი 90-იანებიდან მოყოლებული მერე 2000-იანებში ძმები yani უცნობები გრეჩიხები რო იყვნენ იმათმა ჩათლახობა ჩაიდინეს და მერე თვითონ ივანიშვილმა და ახლა ამათმა არავის აი ყველას მოგიწოდებთ რა ესენი არიან ყველა ვის უნდა ენდოთ და მე გამოხვალთ და კარგად ლაპარაკობს ძალიან კარგად ლაპარაკობს ძალიან მაგრად ლაპარაკობს რა თურმე ჩვენ ვართ დებილები თურმე ჩვენ ვართ ავადმყოფები რას გიკეთებთ ბიჭო ბიძინა ივანიშვილი და რას აკეთებს ქოცობა იმიდან განსხვავებულს რასაც აკეთებდა თავის დროზე მურმანყრუ ელემენტარულ კითხვას ვსვამ გასაგებია ქუჩაში არ გამოდის და თავს არ გაჭრით ხმლით მაგრამ გაიძულებთ თქვენი სამშობლო დატოვოთ თქვენ ნასახლარებზე თქვენი წინაპრების საფლავებზე ყველაფერ კულტურაზე რაც ქართველ შეუქმნია მოყავს და ასახლებს არაბებს თბილისში მე ეს არაბები ზოგჯერ უკვირს რომ არაბები ერთმანეთს ეუბნებიან რომ თბილისი არაბული ქალაქი იყო რა იყო ამაში ტყუილი 400 წელიწადი თბილისი იყო დაახლოებით 100 წლის თუ 150 წლის დაარსებული, როდესაც 735 წელს შემოიჭრა ესა რა ქვია მურმანყრუ და აიღო, დაამხო და შექმნა თბილისის საამირო და დავით აღმაშენებლამდე უკვე ვეღარავინ ვერ აიღო ეს ქალაქი და ცხოვრობდნენ ყველაფერი არაბული წესით იყო ცხოვრება, იყო
თბილისის საამირო და ხდებოდა არაბული კანონმდებლობით ცხოვრება და თავიდან ბოლომდე მოწყვეტილი იყო იმაზე მეტხანს იყო ოკუპირებული და დაპყრობილი, ვიდრე აჭარაყავდა ოსმალებს დაპყრობილი. ხო, ესაა სიმართლე. და რა გიკვირთ, მე ეს გაკვირვებიათ კიდე ზოგიერთებს, რომ ამას როგორ ამბობენ. რაც შეეხება დემოგრაფიულ შემცირებას, ერისას მურმანყუს ლაშქრობაზე რომ ხალხი გაწყდა საქართველოში, ყოველ წელიწადში იმაზე მეტი ადამიანი წყდება, იმის გამო რომ არა აქვს ნორმალური კვების, ნორმალური მკურნალობის, ნორმალური არსებობის საშუალება საქართველოში. Ani რითი განსხვავდება თქვენი ქოცობა, დიდო ისტორიკოსო, რო კითხოს კაცმა რომ ისტორიკოსი ხარ და იმხელა უზარმაზარ პოსტებს აწყობ. ელემენტარულ დღევანდელ სიტუაციაში. აი, რა არის სხვაობა, მე ვერ ვხედავ. რა არის სხვაობა, რაში ხედავ სხვაობას? რა მნიშვნელობა აქვს შენ ქვეყანას ხმლით გაანადგურებ თუ მიგრაციით დაცლი? შედეგი ორივიდან ერთი არის. ორივედან ერთი არის და მიგრაციით დაცლილი კიდევ უფრო უარესია. იმიტომ რომ გამწარებული ქართველი ბავშვობიდან, რომელიც გამოაგდო მისმა ქვეყანამ, მისმა ხელისუფლებამ, ყველაფრისთვის გაწირა და გადაიხვეწა სხვა ქვეყანაში, რომელმაც გადაარჩინა და არსებობის საშუალება მის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყანა ის არ ფიქრობს სამშობლოში დაბრუნებაზე. იმიტომ რომ უსამართლობის, სიმწარის და უბედურების მეტი არაფერი არ ახსოვს. და ნაომარ ქვეყანაში გმირობის ისტორიით იზრდებიან მომავალი თაობა და შურის ძიება და სისხლის აღება ხდება და თუ მურმანყუს აღებული თბილისის საამირო იქნა დაარსებული, შემდეგ აღმაშენებლის დროს როგორც იქნა აღებული ეს ქალაქი და იქნა გაწმენდილი და დედაქალაქად იქნა გამოცხადებული. და თქვენ ჩამდგარი ხართ ამ ყველაფრის სათავეში და ვერ ხედავთ, ხო? აგერ გავცეთდა ახლა ვიდეო კიდე რომ ბათუმში არაბები ერთიმეორეს ულოცავენ უზარმაზარი მეჩეთი შენდება. სამლოცველო ოთახები გაკეთებულია, ტერიტორია გამოყოფილია. და ახლა ეს კიდე დასაწყისი ეტაპი არის. ახლა თურქები არ გვაკლდა იმაში, ახლა კიდე არაბები შემოდიან. და მე ეს გამომივა აქ ვიღაცა ესა ქოცი და მეტყვის რომ ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, მიშა მოგვაშორა. და ომი არა ქვეყანაში. რომელი ომი ამას არ ჯობია? რომელი ომი ამას არ ჯობია ელემენტარულ კითხვას გისვამთ. ომი რო იყოს ესენი არავინ არ შემოვიდოდა აქ. არავინ არ შემოვიდოდა, იმიტომ ქვეყანაში სადაც ომია არავინ მიდის და არავინ სახლდება. ესენი შემოდიან დედაბუდიანად. როგორც იყო აი ძველი თურქ-სელჩუკების პერიოდში მოდიოდნენ, მოყავდათ თავიანთი ურდოები და მე ერთი და ორი კი არ შემოდის. შემოყავთ 4-5 ცოლები თავიანთი შვილებით და ერთ სახლში სახლობენ 15 და 20. ჩემო ძმაო, არანაირი საუბარი რო ამას არ უშველის და სისხლის გარეშე რო არაფერი გამოვამ, ეს კარგად ვიცი, მაგრამ რა მიმართულებაზე უნდა დაიღვაროს ეს სისხლი? რა მიმართულებაზე უნდა დაიღვაროს? სწორი მიმართულებით არ უნდა დაიღვაროს ეს სისხლი? თუ კიდე ისეთი უაზროებები, რომელიც საქართველოს განადგურებისთვის და ქართული გენოფონდის იმაზე რა ქვია, ხარჯზე დაღვრილი სისხლი და ვაშკაცი ხალხის განადგურების ხარჯზე დაღვრილი სისხლი და ამ პიდარასტების და ქათმების და ნაცების და ქოცების დარჩენილი საქართველოში კიდე თუ ვინმე არის დარჩენილი, კიდე იმათმა უნდა დაღვარონ სისხლი? სისხლი უნდა დაიღვაროს სხვანაირად, სამართლიანად. მოღალატეების სისხლი უნდა დაიღვაროს. უნდა მოხდეს სამხედრო გადატრიალება, წესით და რიგით, იდეაში უნდა იქნას ნაცი ქოცი ყველა მიყენებული ტრიბუნალზე გასამართლებული, გამოტანილი თავის სასჯელი, სამართლით, კანონით, როგორც ხდება სამშობლოს ღალატის გულისთვის და უნდა იქნას მოყვანილი იმაში, რა ქვია, შესრულებაში ეს ყველაფერი. ამათ რა უნდათ კიდე? არჩევნები, ნაცი ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას, ქოცი ღებულობს არჩევნებში მონაწილეობას. ამით ცხოვრობს ბიჭო ხალხი. ამით ცხოვრობენ ეს დასირებული ადამიანები. ამით ცხოვრობს ეს ისე გამოქლიავ და გამოჩლუნდა. ახ ფთოვანებულია და რა ვიცი, გაგიჟებულია ხალხი დვალიშვილმა ვიღაცა ცემა და გადახტა და ტრამპს ჩამოართვა ხელი, დედა რა მაგარია. მიუხედავად იმისა, რომ გულში მაინც მიხარია ქართველი კაცის წარმატება არის და საქართველოს სახელი არის, დვალიშვილის კაცობა არის 0. იმიტომ რომ კაცმა ადგა და თავის ერს და თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ისტორიას და საკუთარ მოქალაქეებს აგინა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ვიღაცაო სტალინის დედაო და ყველა სტალინესო შევეციო. ახლა როგორ უნდა მომიბრუნდეს ამ ადამიანზე გული? რაც არ უნდა გააკეთოს. და ეს
ეს დაქლიავებული ხალხი ამის ვიდეოებს ატრიალებს და ბედნიერია. ამიტომ ვიღაცები ახლა მე აქ მიწერენ კომენტარებში, ჩამოდი მე ყველას როგორ ლანძღავდა, ეს ქენი და ეს ქენი და ისე ქენი და ასე ქენი და ბიჭო, მე რომ მომიწოდებ შეუპატრონო, ნებისმიერს გეუბნებით რა. ჩემი არავის თავს არ ვამადლი კაცო, მაგრამ ჩემი და ჩემი ოჯახის სიმძიმის 0.1% არ გაგივლია გზა. მე თუ არ აქ, შენი ცხოა ეგ ქვეყანა. ხო, ამოეთრიე და ამოიღე, ხმა. ამოეთრიე, ამოიღე, ხმა რატო არ იღებ? რატო არ ტარდება მაგალითად ერთი ელემენტარული ისეთი თუნდაც ისეთი მარში რატო არ ტარდება, რომელიც 2017 წელს ჩატარდა მიგრაციის წინააღმდეგ. რატო არ ტარდება? იმიტომ არ ტარდება, რომ აი ესეთი ფსევდოეროვნულები შემძრალი არიან ივანიშვილის უკანალში, ხოცების უკანალში და გაპრავების შტატები, რომელიც თავისუფლდება, ელოდებიან ახლა, რომ ვინმე თუ ავა და ნინოიაჯ გარკავას ადგილას დაიკავებს სასო მანჯავიძე. ან დაიკავებს გულაშვილი და მისი ტელევიზია და შემოვა ფულები. აი ესა. და აქამდე დაეცა ქართველიერი. და ეს ყველას ბრალია. აქ არის ერთის და ორის ბრალი. ივანიშვილის ქართველობა და ივანიშვილის კაცობა და ივანიშვილის კეთილი ჯერ სადგინახია თქვენ რომელიმე ეს რო ვთქვათ, რა ქვია, სიკეთე არ ეს ბოროტება არ ინიღბებოდეს სიკეთის სახელით და ქველმოქმედების სახელით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისტორიულად აი ღმერთის სახელით და ქრისტეს სახელით ომები ხდებოდა, ჯვაროსნული ომები, 1000 უბედურება და 1000 სისხლის ღვრა და ბავშვების ყიდვა-გაყიდვით დაწყებული, ხოცვით გაგრძელებული და იმით 1000 უბედურებას აკეთებდა ესე რა ქვია, აი რომის პაპის ისა. ვითომ ქრისტეს საფლავის გასანთავისუფლებად იბრძოდნენ. აბსოლუტურად მილიარდი გაგ ვიღაცა რაღაცას ჩაგადებიებს და გაგაკეთებიებს. ჯაღმაიძე მადიდებლებს რა უთხრა, ჩემო ძმაო, ახლა დღეს ელემენტარული აგერე შემოვიხედე იმაში, რა ქვია, ინტერნეტში და იქ ქვემო ქართლში ჯამდელიანს თურმე მოკვლას უპირებდნენ, მოწამვლას უპირებდნენ, რომელ სასულიერო პირზე უნდა ვილაპარაკო, რომელ წმინდა სინოდზე და რომელ საპატრიარქოზე და პატრიარქზე უნდა ვილაპარაკო, სადაც პატრიარქით დაწყებული დამთავრებული იმით თურმე მოწამვლა და უბედურება ხდება შიგნით. ამდენი ანაფორას ამოფარებული გველია შესული. ამიტომ არ იღებს ეკლესია ხმას. იმიტომ რომ ჯაღმაიძისნაირი ყანდურებითაა გავსებული. იმიტომ რომ შიომუჯირისნაირი ყანდურებითაა გავსებული. ამიტომა გადაშენების პირას მყოფი ქვეყანა, რომელსაც არავის არაფერი არ აწუხებს და დარჩენილია უბრალო გაჭირვებული ქართველი, ვისაც გული შეტკივა, რომლის პატრონი არც ხელისუფლება, არც საპატრიარქოა და არავინ არაა დედამიწის ზურგზე. არავის არ უნდა, ყველას უნდა გადაჯიშდეს და განადგურდეს ეს ქვეყანა. და ყველაფერი საერთო ჯამში თითოეული ქართველის. მაინც ყველას ბრალია. ბიზანტია, კონსტანტინოპოლი, როდესაც დაეცა, 9 მილიონი მოსახლე ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში. მაგრამ იმის მაგივრად ხელი მოეკიდებიათ იარაღისთვის და ეომათ იფიქრეს თურქები შემოვლიან წყალობას მოგცემენ. ამოწყვიტეს და დასამარდა და განადგურდა და გათახსირდა ბოლომდე იქაობა. და დღემდე სტამბულია. არ იყო ყველას ბრალი იყო. მე გარყვნილი, გადაგვარებული და ხელიდან წასული ქრისტიანობის აღარაფერი ქონდა ჩერჩენილი. აი, როდესაც ამ დონეზე არის ჩავარდნილი დღეს საქართველოს და ქართველიერი, იმ ერს მომავალი არ გააჩნია. და როდესაც ვიღაცა დებილი გამოვა და მიშას ბიძინა ჯობიაო და ბიძინას მიშა ჯობიაო დაგიწყებს ლაპარაკს, თავში უნდა გადაარტყა დიდი კეტი და უნდა აგინო გამზდელი და ვიღაცა რო გამოგივა და გეტყვის, ჩვენ ყავს ყველაზე მაგარი წმინდა პატრიარქი და ჩვენ ყავს ყველაზე მაგარი წმინდა სინოდი და ამდენი ეკლესია აშენდა. აი მალე ის არაბები რომ მოგიმრავლდებიან, მაგ ეკლესიებს რო მეჩეთებად გადაგიკეთებენ და დაგამხობენ თავზე, აი მე გააღებთ ალბათ პირს და ზოგიერთ მუხდელს მშვენიერი ბიზნესი აქვს აწყობილი იმ არაბებთან. ეგ არის, მეტი არაფერი არ არის. და მე ვინმე მართქვას, რომ ისო მე მიყვა რა გავაკეთო, ყველა მიცის რა უნდა გააკეთოს. თავისი წილი ყველამ უნდა გააკეთოს. არავინ არ აკეთებს. გამოდით ახლა და მითხარით, რომ ეს ასე არ არის. დავამონტაჟებ მე ამის ვიდეოს
დავამონტაჟებ მე ამის ვიდეოს, რადგანაც ბრმა და ყრუ არის ეს ადამიანი და თურმე ის მეორეც ბრმა და ყრუ არის და ვერ ხვდება რა ხდება საქართველოში, ფაქტებით, მტკიცებულებებით და რომ ეს პოპულიზმი არ არის და ეს ქართული გენოფონდის ამოწყვეტა და გადაშენება არის და ამას ვითომ რომ პოლიტიკოსი ვერ ხედავს და ვითომ რომ ისტორიკოსი და ვითომ რომ პროფესორი ამას ვერ ხედავს. აი, მე თხოვნა მექნება რომ ის ვიდეო გააზიაროთ ყველამ და ჩაუგდოთ და მიაწოდოთ და მოთხოვოთ ერთი პასუხი კომენტარებში მაინც. აქ სოციალურ ქსელში გვერდი ერთსაც და მეორესაც და გაგვეცი პასუხი. და რა პასუხს გაგცემთ? ერთი იმას მაინც დაელოდეთ. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ბოდის არაფერზე არ ვიხდი, ავღელდი თუ დავღელდი. მე იმას ვხედავ, რომ ჩემ ცხოვრებაში ჩემი ქვეყანა ნადგურდება. და თუ ვინმეს გინება არ მოწონს, ეს მისი პრობლემაა. გინება კი არა, ტყვის ღირსი ხარ სათითაულოდ ყველა რა, შუბში. როგორც ნაცი, ისე ქოცი, ისე მაგათი გამპრავებლები რა. ფულის გულისთვის გაყიდული გაქვთ საკუთარი სული და გაყიდული გაქვთ თქვენი სული გაყიდეთ. რაც გინდათ ისქენით, მაგრამ სამშობლოს თავი დაანებეთ. სულ გაყიდული ადამიანი მე სამშობლოზე ამილად არ იფიქრებს.